გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯო ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქოლოგი ქალბატონი ლელა ჩაკვეტაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ლელა, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მოგესალმებით მარიამ, მივესალმებით თქვენ მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ჰოსპიტალი ბავშვის პერსპექტივიდან, რატომ ეშინიათ ბავშვებს ექიმების და სამედიცინო დაწესებულების და როგორ აღიქვამენ ისინი სამედიცინო გამოცდილებას და მოდით ქალბატონო ლელა დავიწყოთ საუბარი იმით თუ როგორია ბავშვის თვალით დანახული ჰოსპიტალი და როგორ შეგვიძლია უფროსებს მათი პერსპექტივის დანახვა. ძალიან საინტერესო კითხვა, მარიამ. რატომღაც ეგეთი შთაბეჭდილება გვაქვს უფროსების უმრავლესობას, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ეშინოდეს, კიდე შეეშინდება სამედიცინო გარემოში მოხვედრისას. სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არ არის. თუმცა შესაძლოა შეიქმნას ისეთი რეალობა, გარემო, რაც მისთვის გარკვეულ შიშებს წარმოქმნის. ამაში უფროსებს შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ, შეგვიძლია გავაძლიეროთ მათი შიშები, უნებლიეთ ამ პირიქით ხელი შეუწყოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ სტრესულად და ნაკლები შიშით გაიაროს ეს გამოცდილება. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენზე უფროსებზე, როგორც მშობლებზე, მედპერსონალზე, ნებისმიერ იქ მომუშავე ადამიანზე ბევრი არის დამოკიდებული. რეალურად ბავშვი ჰოსპიტალში ხდება დაბადების პირველივე დღეებიდან, ხო? იქ გარკვეულ პროცედურებს გადის, შემდეგ არის გეგმიური პედიატრთან ვიზიტები, არის გეგმიური იმუნიზაციის პროცესი, სხვადასხვა პროფილაქტიკური კვლევები. ანუ ეს არის რაღაცა დაბადებიდან მოყოლებული გამოცდილება და ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ეს გამოცდილება გავხადოთ. უნებლიეთ, ბუნებრივია საშიში, ან იმაზე მეტად საშიში ვიდრე არის, ან მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, რომ ნაკლებ საშიში გახდეს. ბავშვისთვის სამედიცინო გარემო შესაძლოა ძალიან საინტერესო ადგილიც კი იყოს კვლევისთვის, ძიებისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბავშვი პატარა მეცნიერია და მუდმივად იკვლევს მის გარშემო სამყაროს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანების რაღაცა ძირითადი გადარჩენის ინსტინქტი მუდამ აი დაბადებიდანვე მოყვება, ესე რომ ვთქვათ და უსაფრთხოება ჩვენი ძირითადი მოთხოვნილება არის და როგორც კი აი ამ უსაფრთხოებას რაღაცა პატარა საფრთხე შეექმნება, ესე რომ ვთქვათ, ამ უსაფრთხოების განცდას ბავშვი იწყებს რაღაცნაირად გადარჩენას, ანუ ბავშვის ტვინი უბრალოდ ისე მუშაობს, რომ გადარჩეს აი ამ საფრთხის შემცველ გარემოში. საავადმყოფოს გარემოში ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაც შეიძლება აძლიერებდეს მის შიშებს და საფრთხეს უქმნიდეს აი ამ დაცულობის განცდას, დაწყებული ხმაურით, სუნით, ადამიანების რაოდენობით, იმიტომ რომ უფრო პატარაა ბავშვი, მის ირგვლივ უფრო მეტი საფრთხეა ბევრი ადამიანი, უცხო ადამიანი, ხო? უცხოების შიში, მშობელთან განშორების შიში შეიძლება გქონდეს და ასე შემდეგ. თუ აი ამ სამედიცინო გარემოს ისე მოვაწყობთ, არა მარტო ფიზიკურ გარემოს არ გულისხმობ, ადამიანურ, სოციალურ გარემოს გულისხმობ, ხო? თუ ისე მოვაწყობთ აქაურობას, რომ აი მისთვის იქნება საინტერესო, ხელს შეუწყობთ მისი კვლევის და ძიების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, დავეხმარებით ორიენტირებაში, შესაძლოა თითქმის არ შეეშინდეს აი ამ სამედიცინო პროცედურების. თუმცა მეორეს მხრივ კიდევ არის ტკივნეული სამედიცინო პროცედურებიც, რისიც რო არ შეეშინდეს წარმოუდგენელია რეალურად. ტკივნეული სამედიცინო პროცედურების დროსაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
რამდენადაც შესაძლებელია ვიზრუნოთ და ვიფიქროთ მისი დაცულობის, უსაფრთხოების განცდაზე. ეს ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, იმიტომ რომ ტკივილი თავისთავად არის შიში და თუ როცა ტკივა ბავს, როგორ შეიძლება რომ უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, მაგრამ ტკივილი არ არის ერთადერთი სტრესული ფაქტორი ასეთ დროს და რო წეღანაც ვახსენე, ეს შეიძლება იყოს სუნები, ხმები, ასე შემდეგ. და ეს შეიძლება იყოს ასევე მშობელთან განშორების შიში, ეს შეიძლება იყოს შერცხვენა, კრიტიკა, რაღაცა დამოკიდებულებები, მოკლედ უფროსების მხრიდან, ხო? თუ აი ამ ტკივილის ფაქტორს კიდევ დამატებით ძალიან ბევრ ფაქტორს მიუმატებთ, რაც ახლა ჩამოვთვალე, შესაძლოა ტკივილიც კი უფრო ინტენსიურად აღიქვას ბავშვმა, ხო? ამიტომ ამ დანარჩენ ასპექტებში მაინც უნდა შევუქმნათ მას დაცულობის განცდა, უნდა გაუძლიეროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად აღიქვას მან ეს ტკივილი და შიში. რაც შეეხება უმტკივნეულო პროცედურებს, აი, როდესაც მაგალითად ექიმიც უხსნის და მშობელიც რომ არაფერია საშიში და არაფერი ეტკინება, ხშირად ამ შემთხვევაში ბავშვები მაინც ჭირვეულობენ და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ? კი, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ამას ნამდვილად აღნიშნავენ ხოლმე ექიმებიც, ექთნებიც, კვლევებიც არსებობს ამის შესახებ, სხვათა შორის ჩატარეს კვლევა, სადაც შეადარეს ერთმანეთს აი ესეთი პაციენტები, რომლებსაც მშობელი ყავდათ თან, როგორც სამედიცინო პროცედურებზე, ასევე პალატაში ზოგადად და მეორე ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მშობლები გვერდით არ ყავდათ. აღმოჩნდა, რომ მედპერსონალთან კომუნიკაციისას ან სამედიცინო პროცედურებზე ის ბავშვები უფრო მეც ბრჭყალებს ჭირვეულობდნენ, გამოხატავდნენ დისტრესს, ტიროდნენ, ყვიროდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ პროცედურას. რომლებსაც მშობლები გვერდით ყავდათ. ასე რომ ეს ნამდვილად ასე არის. თუმცა არ შეიძლება ამ ფაქტის ძალიან ზედაპირული შეფასება. ამას თავისი ახსნა აქვს. და ზუსტად აი წეღანაც ვახსენე, უსაფრთხოების განცდიდან, დაცულობის განცდიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. რადგან როცა მშობელი ყავს გვერდით, თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ემოციების გამოხატვაში არის უფრო თავისუფალი. მას აქვს იმედი, რომ მშობელი დაიცავს და ამიტომ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ეს თავისი ემოციები, განცდები და თავისუფლად შეეწინააღმდეგოს კიდეც პროცედურას. მეორეს, როცა მშობელი იქ არ არის, ბავშვებს კიდევ უფრო ძლიერად აქვთ შიშის განცდა. იმდენად უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს და ამჯობინებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ შესამჩნევი იყვნენ, ნაკლებად გაუწიონ წინააღმდეგობა, რომ უფრო მეტი ტკივილი და შიში არ მიიღონ საპასუხოდ, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში არ დაისაჯონ. ხო, ეს დასჯა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს პატარა ასაკის ბავშვებში დანაშაულის გრძნობა ისედაც ასაკობრივი, მოკლედ ძალიან ისეთი კრიზისული მომენტი არის. და მათ შორის ჰოსპიტალიზაცია და საავადმყოფოში მოხვედრა და სამედიცინო პროცედურები ხშირად დანაშაულთან ასოცირდება და სასჯელთან. პატარა ასაკის, ადრეული ასაკის ბავშვებში. ამიტომ ხო, ამასაც თავისი მიზეზი აქვს, ხა ძალიან შორსაც არ მინდა რომ წავიდე და კითხვას გადაუხვიო. მშობლების დასწრებას რაც შეეხება, უბრალოდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ბავშვისთვის უკეთესია თუ მშობელი არ დაესწრება. თუ ეს დავუშვათ პროცედურა თვითონ ისეთი არ არის, დავუშვათ ძალიან სტერილური პროცედურა, არ გულისხმობ რა თქმა უნდა საოპერაციო სივრცეებს, სადაც ბუნებრივია მშობელს ვერ მიცემს დასწრების საშუალებას, ნებისმიერ სხვა სივრცეში უმჯობესია მშობელი ყავდეს გვერდით. და ჩვენის ჰოსპიტალში მაქსიმალურად ვცდილობთ ამას ხელი შევუწყოთ და როგორც საპროცედუროებში, ისე სხვა სივრცეებში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მშობელი იყოს შვილის გვერდით, როგორც დედა, ისე მამა, რომ რაღაცნაირად ოჯახის რაღაცა ერთიანობის, დაცულობის, ოჯახური კავშირების გაძლიერებას შეეწყოს ხელი ამით და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბავშვის უსაფრთხოების განცდა.
რომ ეს სამედიცინო ნაწილით, სამედიცინო პროცედურებით გამოწვეული შიში კიდე იმან არ გააძლიეროს, რომ ეხლა მშობლის იქყოფნას შეექმნას საფრთხე. ეგრეთ წოდებულ თეთრი ხალათის შიშზე რომ გვესაუბროთ, მაგალითად მეც ჩემი გამოცდილებიდან მინახავს, რომ იქნება ეს პედიატრი თუ კარდიოლოგი ბავშვთან მიმართებაში თეთრ ხალათს არ იყენებენ. და რო გვესაუბროთ აი ეს თეთრი ხალათის შიში მითია თუ რეალობა? ხო, ესე ცალსახად რთული სათქმელია მითია თუ რეალობა, თუმცა ნამდვილად ბავშვები გამოცდილებით სწავლობენ და თუ ეს გამოცდილება იყო მტკივნეული, უსიამოვნო, თუ ქონდა რაღაცა ნაკლებად ისეთი პატივისცემით განსხვავებული ურთიერთობა სამედიცინო პერსონალთან, ბუნებრივია ამას ბავშვი იმახსოვრებს და არა მარტო თეთრ ხალათს, სამედიცინო აღჭურვილობას, სუნს, განათებას, გარემოს, ყველაფერს იმახსოვრებენ ბავშვები. თუმცა ესე ცალსახადაც არ არის, რომ ერთხელ თუ თეთრ ხალათთან ცუდი გამოცდილება იქნება, ყოველთვის ამისი შეეშინდება. შესაძლოა ერთსა და იმავე სივრცეში ორი თეთრ ხალათიანი ადამიანი რომ მივიდეს ერთსა და იმავე ბავშვთან, ერთი რომ ეთამაშოს, გაუღიმოს, პატივისცემა გამოხატოს, როგორც თანასწორი ისე ეკონტაქტოს და მეორეს შეიძლება თუმთლად ესეთი უარყოფითი არა ძალიან ნეიტრალური გამოცდილება ქონდეს ან ტკივილთან არ ასოცირდებოდეს მისი მისვლა ასე შემდეგ, ბუნებრივია ორივე სიმახსოვრებს ბავშვი. და თეთრ ხალათზე როგორც ესეთი ნეგატიური გამოცდილება შეიძლება დაამახსოვრდეს, ასევე შეიძლება დაიმახსოვროს ის პოზიტიური გამოცდილებაც, რაც ქონდა. ასე რომ ჩვენ რეალურად, ჩვენი დამოკიდებულებით, ჩვენი სახის გამომეტყველებით, იმით რომ დრო მივეცით, ავუხსენით, როგორც თანასწორს ისე პატივისცემით ვეკონტაქტეთ, ასეთ დროს შეგვიძლია ეს თეთრი ხალათის ფაქტორი მაქსიმალურად უკან გადავწიოთ. ჩვენს სპეციალისტებსაც, ფსიქოლოგებსაც სამედიცინო ფორმა გვაცვია, როცა სამედიცინო გარემოში ვმუშაობთ, ამის ვალდებულება გვაქვს და შესაძლოა ერთი შეხედვით ეს სამედიცინო ფორმა ბავშვისთვის რაღაცა რამდენიმე წამით შესაძლოა იყოს შიშის განმაპირობებელი, თუმცა როგორც კი ინტერაქციას ვიწყებთ, როგორც კი თვალით კონტაქტს ვიწყებთ, გავუღიმებთ, ჩავიმუხლებით მის სიმაღლეზე, პატივისცემას გამოვხატავთ, თამაშს შევთავაზებთ და რაც მთავარია გულწრფელ ურთიერთობას წამოვიწყებთ, აბსოლუტურად უკან იწევს ხოლმე ეს ფორმის და თეთრი ხალათის ფაქტორი. ასე რომ ესეც ჩვენ ხელშია. აი როგორ შეიძლება სამედიცინო პერსონალმა, ასე ვთქვათ, დაიმსახუროს ბავშვის ნდობა? გულწრფელი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით. ძალიან ძვირფასი რამე არის ბავშვის ნდობა და მნიშვნელოვნად არის ამაზე დამოკიდებული შემდგომი პროცედურების წარმატება თუნდაც. არა მარტო ის თუ როგორი გამოცდილებით გავუშვებთ ამ ბავშვს სახლში, მერე ამის შემდეგ გამოცდილებებზე როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი. რეალურად, როდესაც შემოდის სამედიცინო გარემოში ბავშვი და მშობელი, აი პატარა ბავშვების შემთხვევაში, ძალიან ისეთია მარტივია, რომ საყვარელია, ყველას უნდა მოეფეროს, ჩაეხუტოს, კეთილგანწყობა გამოხატოს, მაგრამ როგორც პატარას. რეალურად ბავშვებს სჭირდება თანასწორი კომუნიკაცია. ბუნებრივია მშობელს უფრო მეტად ეკონტაქტება ექიმი, უფრო მეტი კითხვა, პასუხია, უფრო მეტი რაღაცი დეტალების დაზუსტება, ახსნა, დიაგნოზზე საუბარი, ასე შემდეგ. ეს საჭიროა, ამას ვერ გავექცევით, თუმცა ამ პროცესში, როცა ეს ყველაფერი ბავშვის თანდასწრებით ხდება, ბავშვი არ უნდა იყოს ამ მოვლენებს მიღმა. თუ ფიზიკურად აი ამ სივრცეში ბავშვიც შემოდის, მაშინ ის უნდა იყოს მონაწილე ამ ყველაფრის და ხანდახან რაღაცა ექიმმა, იქთანმა უნდა დაუთმოს ხოლმე დრო მასთან კომუნიკაციასაც, იმასაც კითხვები დაუსვას,
მათ შორის სამედიცინო კითხვები, ახლა მარტივი კითხვები რაღაცა ტკივილზე მაგალითად ხო არ იღლება ხოლმე ან აი ესეთი მარტივი კითხვები, რაც ბუნებრივია მშობელი უფრო ზუსტ პასუხს გასცემს, მაგრამ უბრალოდ კომუნიკაციისთვის, რომ კონტაქტი დაამყაროს ბავშვთანაც, ხო? ეს მას აგრძნობინებს, რომ თანასწორია, ამ მოვლენების სრულფასოვანი მონაწილეა და არა უბრალოდ ამ გამოცდილების პასიური მიმღები, რომელიც უბრალოდ მიიყვანეს ექიმთან და რაღაცები უნდა გაუკეთონ, ხო? ესიც უნდა იყოს მაქსიმალურად მონაწილე ამ ყველაფრის და ესე ვთქვათ, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გარდა და რაღაცა საყვარელია მოვეფეროთ პატარა ვეთამაშოთ აი ამის გარდა, უნდა იყოს აი სრულფასოვანი პატივისცემით სავსე და თანასწორი კომუნიკაცია და გულწრფელი აუცილებლად. აი, რით განსხვავდება ბავშვების აღქმა ჰოსპიტალში მოხვედრისას მოზრდილებისგან? განსხვავებით. კარგი კითხვა არის. ბავშვები სავსე არიან ფანტაზიებით. პატარა ასაკის ბავშვებში ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, წარმოსახვა არის, ძალიან დიდი დოზით არის წარმოსახვა და გარკვეულწილად ხანდახან უჭირთ კიდეც რეალობის და ფანტაზიის ერთმანეთისგან განსხვავება პატარა ასაკის ბავშვებს. ამიტომ მთელი ეს გამოცდილება მათ გონებაში შეიძლება ისე განვითარდეს, ისეთი 인ტერპრეტაცია მიეცეს, რომ აი ვერასოდეს შევძლოთ უფროსებმა ამისი ბოლომდე წაკითხვა. როგორც წეგან დანაშაულიც ვახსენე და სასჯელიც ვახსენე, მით უმეტეს სამწუხაროდ ჩვენ კულტურაში ძალიან გავრცელებულია ექიმით, ნემსით, შეშინება და ეს კიდე ხელს უწყობს ხოლმე იმას, რომ ბავშვები როცა მერე მართლა მოხვდებიან ამ გარემოში, ეს ხო ახსოვთ, რომ როდესღაც დაემუქრნენ ამ ექიმით და ნემსით დასჭით, ესე იგი ასე დროს ფიქრობენ, რომ რაღაც დავაშავე და ამიტომაც ამ სასჯელს ვღებულობ, იმიტომ რომ თავიდანვე ესე ასწავლეს, რომ თურმე ექიმი და სამედიცინო პროცედურები სასჯელია. ხო, ამიტომ აი ამ დანაშაულის განცდა არის პირველი დიდი განმასხვავებელი, ხო, დასრულები ექიმთან რომ მივდივართ, რაღაც სამედიცინო გარემოში რო ხვდებით. ჩვენ თვითონ გეგმავთ, ვიცით რატომ მივდივართ, მართალია გარკვეული შიშები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მეტი ინფორმაცია გვაქვს, კითხვები მომზადებული გვაქვს, უფრო გააზრებულად მივდივართ. ბავშვებს ამას არავინ ეკითხება თითქმის. უბრალოდ ის მიყავთ ექიმთან და პირველ რიგში რაც შეიძლება, ბუნებრივია ყოველთვის ასე არ არის, რაც შეიძლება ამაზე რეაქცია ქონდეს, არის ის რომ მე დავაშავე რაღაცა და იმიტომ მიყვანეს აქ. ამიტომ ასე დროს ეს მშობელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ექიმსაც, ექთანსაც, ჩვენ ვცდილობთ რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ ხოლმე ყოველთვის და შევუმციროთ ხოლმე ეს დანაშაულის განცდა განათლების მიცემით, რომ აი აქ იმიტომ მოვდივართ, რომ ყველა ადამიანი ხანდახან ვამოწმებთ ჩვენს სხეულს, როგორ მუშაობს. ან შეიძლება რამე გვაწუხებდეს და ექიმის დახმარება გჭირდებოდეს. ეს კიდევ ძალიან ხანგრძლივი და ესეთი პროცესი არის სტრუქტურირებული საკმაოდ. ამიტომ ეხა ამაზე ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის, თქვათ, მომზადება და გაცნობიერება ამ საკითხში. გარდა ამისა, ბავშვისთვის სამედიცინო გარემო ესე აღქმის დონეზე შეიძლება იყოს, როგორ გითხრათ, საკმაოდ საშიში იმ თვალსაზრისით, რომ არ იცის რა მოვლენები მოყვება იქ შესვლას. განსხვავებით უფროსებისგან ჩვენ ვიცით, რაღაცა შევდივარ მაგალითად კარდიოლოგთან, ან შევდივარ მაგალითად, რა ვიცი, რომელიმე სხვა ინსტრუმენტულ კვლევაზე, ვიცი იქ რა უნდა გავაკეთო, თუ არ ვიცი შემიძლია თავისუფლად ვიკითხო. ბავშვებს ვერბალურად ნაკლებად შეუძლია ამ კითხვების დასმა, თავისი შფოთვის, შიშის გამოხატვა. ხანდახან უფროსებს ავიწყდებათ მათთვის რაღაც აი ამ დეტალების გაცნობა, ამიტომ მათი აღქმა უფრო ბუნდოვანია და შეიძლება საერთოდ ფანტაზიებს მიყვეს რა ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში. და საბოლოოდ ასე ვთქვათ, რჩევის სახით რომ გითხრათ, როგორ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ბავშვის ჰოსპიტალური გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ ხშირად შიშთან ასოცირდება, აი პირიქით რომ ჩავანაცვლოთ და გახდეს ნდობის და მზრუნველობის ასე ვთქვათ წყარო. ძალიან კარგი კითხვა. პირველ რიგში
აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ასეთი ესე ვთქვათ, ინსტრუმენტები, როგორიც არის რაღაცა დაშინება, ან დასჯა, ექიმით, ნემსით, სამედიცინო პროცედურებით, აბსოლუტურად არ შეიძლება ამის გამოყენება. რომ შემდეგ უკვე ამით წინასწარვე განაწყობ ბავშვს, რომ ესე იგი ეს უკვე ძალიან საშიში და რთული რაღაც არის, ხო? და სასჯელია მისთვის. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავის სხეულზე, ადამიანის სხეულზე წარმოდგენა ნელ-ნელა უნდა შეექმნას. ხო, როგორ მუშაობს ჩვენი სხეული? ეს შეიძლება ბუნებრივ პირობებში ნებისმიერ დროს გააკეთოს მშობელმა, ხო? ეს იქნება რაღაცა რუტინა, თავის მოვლის, კვება, ძილის წინ, გაღვიძებისას, სეირნობის დროს, ნებისმიერ დროს შეიძლება ცოცხლწოწა განათლება მივცეთ მისთვის განსაგებენაზე ბავშვებს, ხო? ვესაუბროთ ჩვენ სხეულზე, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. და ძალიან ბუნებრივად შემოვა აი ეს თემაც, რომ სხეულს ხანდახან სჭირდება მიხმარება, რომ იყოს ჯანმრთელად, იმუშაოს გამართულად, რაღაცებმა არ შეგვაწუხოს, როცა ბავშვს რაღაცა აწუხებს, რაიმე სიმპტომი, თუნდაც ტემპერატურა აუწევს, არ ვიცი, ან თავის ტკივილი ექნება. ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამისი გახმოვანება, რომ რაღაცა ყოველდღიესი არ არის ხოლმე, შენ ახლა უფრო ცხელი ხარ და უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ ეს რატომ მოხდა. მე ამის მიზეზი, შესაძლო მიზეზებზე შეიძლება გაგრძელდეს საუბარი და ასე შემდეგ. ეს ჰოსპიტალამდე და რაღაცა ამბულატორიაში მისვლამდე. მას შემდეგ რაც პედიატრთან გნებავთ ჰოსპიტალში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდება ბავშვი და მშობელი, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე იყოს ეს ბავშვი ამ პროცესების. და ყოველ ნაბიჯზე მას ინფორმაცია, მინიმალური ინფორმაცია მიაწოდოს ვინმე. ეს შეიძლება მშობელი იყოს, შეიძლება ექიმი იყოს, კარგი იქნება თუ ამას ყველა თავის დროს გააკეთებს. რომ სად მივდივართ, იქ ვინ დაგხვდება, ეს სუნი, ესეთი სუნი აქ რატომ არის, ამდენი ხალხი აქ რატომ არის, ხელსაწყმას რატო იცვამს ექიმი, ხელსაწყმის ჩაცმა შეიძლება ჩვენთვის ძალიან ერთი შეხედვით უსაფრთხო და მარტივი მოძრაობა არის, მაგრამ ბავშვისთვის ამან შეიძლება ძალიან დაამძიმოს და გაამწვავოს ემოციური თვალსაზრისით ყოფნა. ხო, ამიტომ ყველა დეტალს, თუნდაც აი ლეიკოს გახსნაც კი შეიძლება მისთვის საშიში გამოცდილება იყოს და რაღაცა იმის მერე რა მოხდება მაგაზე ფიქრი ტანჯავდეს, ხო? ან რისთვის არის ეს ექიმი, რისთვის აიყო. ამიტომ ესეც ძალიან მცირე დეტალები, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობაა მარტივია, ბავშვისთვის ახალი და უცხოარი, ამიტომ ამისი გახმოვანება მუდმივად საჭიროა და მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ემოციური გამხნევება და მისი ემოციების მიღება უფროსების მხრიდან არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ხანდახან ის, რაც ჩვენთვის არ არის აბსოლუტურად საშიში და ვფიქრობთ, რომ ბავშვსაც საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ბავშვს ამის ეშინია. ჩვენ კიდევ ვიცით, რომ არ არის მტკივნეული, მაგრამ რა ვქნათ, მაინც ეშინია და ასეთ დროს უფროსების რეაქცია სამწუხაროდ არის ხოლმე, რომ აი რისი გეშინია, არაფერია საშიში, არავინ არაფერს გაიკეთებს და ბავშვები კიდევ უფრო ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან ასეთ დროს რა და ამიტომ ეს სიტყვები რომ არაფერს გიკეთებ და საშიში არაფერი ხდება, მათთვის არაფრის მომცემი არ არის. ამიტომ ამის ნაცვლად უმჯობესია ვუთხრათ, რომ მე მესმის რომ შენ ახლა გეშინია, მე ვცდილობ გავიგო შენ რისი გეშინია, შეგიძლია მითხრა, აი ხლა აქ შენ რა გაშინებს ყველაზე მეტად. არა უშავს, მეც მეშინია ხოლმე. თუ აეტირება, ანუ ამის გამო გაკითხვა, რაღაცა დაცინვა, შერცხვენა, ეს ყველა დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს მისი ნამდვილი ემოცია არის, მიუხედავად იმისა, საშიში ხდება თუ არა რამე იმ გარემოში და რეალურია თუ არა საფრთხე, ემოცია ნამდვილად რეალურია. ამიტომ ამის უგულებელყოფა, ამის გამო დაცინვა, ამის არ მიღება, კიდევ უფრო უსუსურად, სუსტად და უმწეო და გრძნობინებს ბავშვს თავს. ესე იგი რაღაცა არაფერი ხდება საშიში და მე მაინც მეშინია და ესე იგი რაღაცა არ არის ჩემში კარგად. სწორად.
ამიტომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივიღოთ ხოლმე ბავშვის ემოციები და დავუჯეროთ რომ მას რო ეშინია ნამდვილად ეშინია და მე მესმის მის და მე უკვე დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში რეალურად რა ხდება იმ გარემოში. დიახ, დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ნამდვილად საჭირო რჩევებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6-ზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.